ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკვაბიშვილი დილამშვიდობისა მამა დავით დაბლოცე მადლობა სტუმრობისათვის როგორც ანონსში ვაუწყეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ჩვენ სიწმინდეების თაყვანისცემაზე ვისაუბრებთ დღეს შეგნებულობთ შევარჩიეთ ერთ-ერთი ხრი იმიტომ რომ დღეს ბეთანიელი მამების ხსენებაა და ესენი სულ რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრს ახსოვს როცა მათი ნაწილთა აღმოყვანება მოხდა და მათი საფლავი გაიხსნა ვიდრე მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნებოდა მისივე ანდერძით რომ ჯერ გაიხსნებოდა ბეთანიელი მამების საფლავი და ძალიან ბევრი ადამიანი მიახლა ამ სიწმინდეს და დღემდე შესაძლებლობა აქვს მოგილოცონ შემდგომ მამა გაბრიელას ზოგადად ვისაუბროთ აი დღევანდელ დღეზეც მათი ნაწილების აღმოყვანებაზე რა ისე ნაწილთა აღმოყვანება იმიტომ რომ აი რამდენიმე წმინდანის შემთხვევაში ხვდება მათ შორის წმინდა ნიკოლოზის რომ აი ნაწილთა აღმოყვანებას ჩვენ ზეიმობთ იგივე ხდება მამა გაბრიელზე და რას ნიშნავს სიწმინდეების თაყვანისცემა როგორ უნდა მივიახლოთ სიწმინდეებს რომ ჩვენ მადლი მივიღოთ სარგებელი კურთხევა მივიღოთ ამ წმინდანებისგან შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლი მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს წმინდანების ნაწილების თაყვანისცემას პირველ რიგში იმიტომ რომ გავაცოცხლოთ ეს პიროვნებები ჩვენ წინაშე და ჩვენ როდესაც წიგნებში ვკითხულობთ მათ ცხოვრებას საშუალება გვეძლევა რომ რეალურად მათ სამოღვაწეო ადგილას მივიდეთ და მათ ასე ვთქვათ წმინდა სხეულებს მივემთხვიოთ ეხლა ესე რატო ვამბობთ იმიტომ რომ ესენი არიან წმინდანები უპირველესით ამადასტურებელნი ქრისტეს აღდგომის მისი ჭეშმარიტი ღმერთობის რაც დაადასტურეს მათი ცხოვრებით და მთელი შეგნებული ცხოვრება მათ მიუძღვნეს და თვითონ წირვაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქრისტიანობაში რაც არის მსხვერპლის შეწირვა უსისხლო მსხვერპლის შეწირვა სადაც ჩვენ ქრისტეს ვეზიარებით აუცილებლად უნდა აღესრულოს წმინდა ოდიქზე რომელსაც უკინდან არის წმინდა მოწამის ნაწილი ამოკერებული და ძველ დროში პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ან მიწისქვეში იყო ქრისტიანობა მოდი ესე ვთქვათ კატაკომბებში და მოწამეთა საფლავებზე აღესრულებოდა წირვა იმიტომ რომ ეს ცოცხალი ჯაჭვი ნამდვილი რწმენის ყოველთვის უნდა არსებობდეს და რომ არა ეს ჩვენი მიახლება წმინდანებთან მათი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენ ნათელი მაგალითები არ გვექნებოდა ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში როგორც ბრძანებს წმინდა წერილი პავლე მოციქული კეთილას ბაძვაი კეთილისაი მარადისო და რაც შეიძლება მეტად უნდა გავაცოცხლოთ ჩვენს წინაშე წმინდანების ცხოვრება და თან დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება რომ შევეხოთ ამ ორ დიდ ეპოქალურ წმინდანს მე-20 საუკუნის მოღვაწეებს რადგანაც მათი ხსენება აგრეთვე არის ღვთისმშობლის შობას 21 სექტემბერს და ამ დღეს ჩვენ ლიტურგიკულად არა ეს არ გვეძლევა საშუალება რომ შევეხოთ ამ წმინდანებს და ზოგადად ამ თემაზე ვისაუბროთ რომ დღევანდელ დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს რომ გავიხსენოთ მათი ცხოვრება 21 სექტემბერი კონკრეტულ ბეთანიობა არის იმიტომ რომ თვითონ ბეთანიის ტაძარიც ღვთისმშობლის შობის სახელზე არის ტაძრის დღესასწაულია და მადლობა ღმერთს რომ დღეს აგერ გვიწევს ამ კარგ თემაზე საუბარი რომელიც აუცილებლად დაგვაკავშირებს სეციურ მფარველებს ჩვენ და გაგვაძლიერებს ქრისტიანულ ცხოვრებაში. ზოგადად წმინდანების აგრეთვე ისეც მინდა ვთქვა რომ საქმე მოციქულთაში არის ბევრი ისეთი ეპიზოდი წარმოჩენილი, სადაც ხაზი ესმება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისთვის წმინდა ნაწილებთან მიმთხვევას. აი მაგალითად ესე პეტრე მოციქულის ჩრდილიო წერია და პავლე მოციქულის ოფლის კი სნეულებს განკურნავდა. აი აგერ მე-18 საუკუნის მოღვაწის ცხოვრებაში ონოფრე გარეჯელის ცხოვრებაში არის ის ასე ვთქვათ დავით გარეჯელის საფლავიდან აღებული მტვერით ერთ-ერთ ადამიანს განკურნავს წყალში გააზრდავებს და დაალევინებს და ნუ ეს წმინდანები იყვნენ საფრთხო მადლის მატარებელნი და ნუ ყველაფერზე გადადიოდა მე ეს მადლი სადაც ისინი მოღვაწეობდნენ კეთილსურნელება იფქვეოდა მათი სხეულები ხშირად უხსნელებას წარმოაჩენენ მირონის დის აი წმინდა ნიკოლოზი ვახსენეთ და არაერთი კურნება უკავშირდება იმ წმინდანებს აი მაინც მცირედით შევეხოთ ალბათ მათ ცხოვრებას აუცილებლად სხვანაირად რთულია ეხლა დღევანდელ დღეს ესე ვიყოთ ურთულეს დროში მოღვაწე ურთულეს დროში დარბეული იყო ეკლესია მონასტრები და იმ დროს სასულიერო პირობა ავტომატურად ნიშნავდა რომ შენ უეჭველად გაწამებდნენ მოწამეობრივ გზაზე შეგნებულად მიდიოდნენ ამიტომ ეკლესია მათ უწოდა აღმსარებლები თვითონ კი იყვნენ მოსტურნეები რომ ყოველდღიურად ისინი ეწამებოდნენ ქრისტესთვის მაგრამ უფლისნება არ იყო რომ ისინი მოწამეობრივად აღსრულებულიყვნენ და მაქსიმალურად ღრმა სიბერემდე მიიყვანა უფრო მათი ცხოვრება რომ უფრო მეტი ადამიანისთვის გაენათებინათ ქრისტიანული ცხოვრების გზა ნუ ბეთანიის მონასტერი მიტოვებული იყო ნუ პირველი ვინც მე-19 საუკუნის ბოლოს იქ მიდის იყო მამა სპირიდონი მდელმონაზონი კეთილაძე
რომელმაც დაიწყო ამ მონასტრის აღდგენა და უკვე 12 წლის ასაკში ეს კაცობაში მამა ივანეს მაისურაძეს ვასილი ერქვა, მიდის მასთან რჩება მონასტერში, ეხმარება მამა სპირიდონის მონასტრის ამშენებლობაში, მაგრამ როგორც ჩანს, მამა ივანე მაძიებელი ადამიანი იყო, ვერ მონაზნობა საქართველოს ფაქტურად ჩამყარი იყო და თითოეულ მონასტერი იყო და ბერი, ვინც რაღაცნაირად ინარჩუნებდა თვითმყოფადობას. მამა ივანე ახლობით ესე 20 წლის ასაკში მიდის ათონის მთაზე და ვინც იყო მისი ფავორიტი წმინდანი ივანე ღვთისმეტყველი, მის ცხოვრებაშიც ეს არის ხომ, ანუ ქადაგებს სიყვარულს და არის უერთგულესი მსახური ქრისტეს და ივანე ღვთისმეტყველის სულის მიმდევარი იყო მამა ივანე და ათონის მთაზე მას აკურთხებენ ბერად და მისი პატიოსანი და თავდაბლური ცხოვრების გამო მღვდლობასაც მისცემენ. 17 წელი გაატარებს ათონის მთაზე და როდესაც ის ათონზე მიდიოდა გულისწყდებოდა რომ საქართველოს ტოვებდა, მაგრამ უნდა ეძიო ჭეშმარიტება და უფალი ყოველთვის მიგიყვან საბოლოოდ იმ ადგილამდე, რომელიც არის შენი გადარჩენის და შენი ერის და შენი ეკლესიის გადარჩენის ადგილი, შენი ჯვარი. საბოლოოდ ისე ხდება რომ 17 წლის მოღვაწეობის შემდეგ ასე ტალღა აგორდება ათონის მთაზე ქართველების მიმართ. ყოველთვის ხდებოდა ეს ყველა ეპოქაში ალბათ. ყოველთვის დევნილები ვიყავით, ჩვენთანაც და სხვაგანაც. ეტარიყვნენ დევნილნი სიმართლისთვის ბრძანებს უფალი და მამა ივანე გამოემგზავრება საქართველოში, ის არმაზის მონასტერში დაიწყოს მოღვაწეობა, სადაც ასევე ერთი ბერი მოღვაწეობდა. იმ პერიოდში ჩეკისტები, ბოლშევიკები ხშირად ათვალიერებდნენ მონასტრებს, თუ კი ვინმე იქნებოდა უპირისპირდებოდნენ. და ჩაიყვანენ ხევში მამა ივანეს თავის თანამოღვაწეებთან ერთად ესწრიან ფაქტურად მოკლეს უკვე მათ წარმოსახვაში, მაგრამ სასწაულებრივად მამა ივანე გადაურჩა სიკვდილს, მის შემდგომ შეიფარებს მას სამთავროს მონასტერი და როდესაც ფეხზე დააყენებენ მამა ივანეს, საბოლოოდ როგორც თქვით, აი მისი ასე თქვათ სამოღვაწეო გეზი მიდიოდა მაინც ბეთანიის მონასტრისკენ, უფალმა თავის სახლში დააბრუნა ის და როდესაც მიდის იქ მკვიდრდება და ძალიან დიდი ფაქტურად 33 წელი გაატარა იქ უკვე სამღვდელო და საბერო ღვაწლში. მასთან ერთად იქვე მალევე მიდის მამა გიორგი მხეიძე, რომელიც იყო უგანათლებულესი ადამიანი, წიგნობარი, ილია ჭავჭავაძის მდივანი იყო, ილია მართლის, მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა წმინდა ილია მართლის მოძღვართან, ალექსანდრე ოქროპირიძესთან, აგრეთვე მიტროპოლიტ ნაზარისთან, რომელიც ასევე წმინდანი არის, მოწამეობა მიიღო და მან გადაწყვიტა მალევე ბერობა, ნაგებად შერაცხა ყოველივე როგორც ბრძანის პავლე მოციქული და თავდაპირველად მამა გიორგი მხეიძე ხირსის მონასტერში იწყებს მოღვაწეობას, მაგრამ იქაც იდევნება ჩვენი წმინდა მამები, მას წვერს შეკრეჭენ ჩეკისტები და ამის შემდგომ აღარ იცის საწავიდეს, ბრუნდება თავის სახლში, სადაც ასევე შესრულდა მასზე უფლის სიტყვა, რომ წმინდა ადამიანი წინასწარმეტყველი არ შეწყნარებული თვისამამულსა, მას თავის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ და როგორი ახლა ადამიანი ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ქრისტე შეუდგეს, ყველაფერს მიწიერს ტოვებს და ამ დროს შენი ოჯახის წევრები გავიწროვებენ და ისე მოხდა, რომ ეს არის მართლა უდიდესი ბოროტება და აი ესე დროს ადამიანს ყოველგვარი მფარველობა ღვთისაშორდება და არის აღწერილი თუ რა, ასე თქვათ, კატასტროფულად დამთავრდა მისი ოჯახის წევრების ცხოვრება, ისინი დაახრუტეს და ასე შემდეგ. ამის შემდგომ ღვთისგანგებით მამა გიორგი მიდის ბეთანიის მონასტერში, როგორც ვთქვით და მართლაც აი ამის შემდგომ ისინი ერთობლივად მოღვაწეობენ, ერთმანეთს ავსებდნენ. მამა ივანე უფრო გამოირჩეოდა მონასტრში მოსულ ადამიანებთან ურთიერთობით, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ერთ-ერთ დღესასწაულზე, ივანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე, ზაფხულის პერიოდში, ან 7 ივნისი იქნებოდა, ან 7 ივლისი, კონკრეტულად არ არის აღწერილი. ბავშვებმა სულ დაასველეს მამა ივანე. გააწუწეს ესე გადმოცემული და მშობლებმა როდესაც უსაყვედურეს ბავშვებს, მამა ივანემ თქვა, რომ ესე შვენის დღესასწაული და ესე უნდა მოხდესო, რა ტიპიკონში წერია. გარეგნობაც საოცარი ჰქონდათ. ახოვანი იყო მოღვაწეებს, მართლაც არისტოკრატული და ასკეტური. აი ერთი ისეთ უხთო ხალხიც კი, რომლებიცაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სულიერ სამყაროსთან, ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ ესენი იყვნენ
ზეცისა კაცნი და ქვეყანის ანგელოზნი, რადგანაც მათ არანაირი მატერიალური სახმარი არ ჰქონდათ, ისინი გაფორმებულნი იყვნენ როგორც მონასტრის, ბეთანის მონასტრის დარაჯები, გარკვეულ მცირე გასამჯელოს ღებულობდნენ ამისთვის, ხანდახან როდესაც გაუჭირდებოდათ მიდიოდნენ ფიზიკურად სამუშაოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, თოხს დაიჭერდნენ ხელში და ესე ატარებდნენ ცხოვრებას და მამა გიორგი უფრო შედარებით სუსტი იყო ფიზიკურად, მაგრამ მას ძალიან დიდი მრევლი ყავდა ერში. მოგეხსენებათ, მისი მოწაფე იყო ჩვენთვის ყველაზე წმინდანი და ყველაზე გამორჩეული და დიდი წმინდანი მამა გაბრიელი ურგებაძე, აგრეთვე მამა ვასილ ფირცხალავა, რომელიც 1960 წელს მოწამეობრივად აღესრულა და ასე თქვა ძალიან ისეთ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც ცდილობდნენ რომ საქართველოს აი მძიმე სულიერი და პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანა და ერთ-ერთი პოპულარიზატორი და მქადაგებელი ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის აღორძინების იყო სწორედაც მამა გიორგი მხეიძე, რომელსაც ძალიან დიდი კონტაქტები ჰქონდა, თუმცა აი როგორც ახლა სახარებაში არის ქრისტესა და ნიკოდიმოსის ურთიერთობა გარკვეულად დაფარული იყო ეს, იმიტომ რომ მაშინ ეს ყველაფერი იდევნებოდა. მთელი დღის განმავლობაში წმინდა მამები შრომობდნენ, ფაქტურად მათ პირადი ცხოვრება არ ქონიათ, არც არაფერი, ძალიან ხშირად ისინი იდევნებოდნენ, მიდიოდნენ და იქაც ასე თქვა შეურაცხყოფას აყენებდნენ და მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდნენ. ძველი წმინდა მამების ცხოვრებას რო ვკითხულობ ჩვენ და ვეცნობით მათ ასკეტურ ცხოვრებას, არანაირი განსხვავება არ ყოფილა აი ამ მამებს შორის, მამა იონეს და მამა გიორგის შორის და მართლაც ისინი იყვნენ პირველი დიდი ძველი წმინდა მამების აი ამ დიდი სკოლის გამაგრძელებლები და მართლაც რა იქნებოდა ჩვენი დღევანდელი ქრისტიანობა და ბერმონოსნობა, რომ არა ეს გამორჩეული მოღვაწე და ბევრი რამ კიდევ დაფარული არის და არ არის ცნობილი მათი ცხოვრების შესახებ, რადგანაც არავინ არ იყო, ვინც ჩაწერდა მათ ცხოვრებას და წმინდა მამები თავის თავზე არ წერდნენ პირიქით. იქ წერია ეს მწირი ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდეა შემონახული, იქ არის უწყებული, რომ თითქმის ყველაფერს ფარულად აკეთებდნენ, საერთოდ წმინდანებისთვის ეს არის, რომ ისინი ყველაფერს კაცთაგან დაფარულად აკეთებენ. როგორც კი გამოჩნდება ეს, რომ მე ეს გავაკეთე, მაშინვე ჩასაფრებულია ის ბოროტი, ის ამპარტავნება და აი ამას დიდად ერიდებოდნენ წმინდანები. არის ეს ცნობილი, რომ ყრუმუნჯი ადამიანი განკურნეს და კიდევ ბევრი სნეული ადამიანი, რომლებიც ნამდვილი იქნება ასეთი, რომელიც არ ვიცი. მაგრამ დღესაც გრძელდება ეს კურნება. არაერთი ადამიანისგან მომისმენი, ერთი ადამიანი მიყვებოდა ამას წინათ, ქუჩაში მივდიოდი, მაგარი გაჭირებული ვიყავიო. ერთი ახლობელი და ყველანაირად სულიერად, ფიზიკურად, მატერიალურად, აი არანაირი პერსპექტივა აღარ მქონდა ცხოვრებამ გამაგრძელებინა და ქუჩაში მივდიოდი და რაღაც ხატი ვნახე მიწაზე დაგდებული. დავიღე ეს ხატი და ვერაფრით ვერ გავარჩიე, რომელი წმინდანები იყვნენ. საერთოდ, ახალი შერაცხილები არიან წმინდანად და ასე ვთქვათ, თანდათანობით კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება მათი ცხოვრება და როდესაც გამოვარკვიე, ესენი იყვნენ მამა იონე და მამა გიორგი, ბეთანიელი ბერები და შევთხოვე მათ ახმარებოდ იმავე დღეს, ასე ვთქვათ, მეშველაო და ყველანაირად მომემართა ხელი ცხოვრებაში. ისე იგი დღევანდელი დღე, რასაც უკავშირდება 2014 წელს 20 თებერვალს მოხდა მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანება, როგორც თქვენ თქვით. უამრავი ხალხი იყო, მე მქონდა საშუალება ყოფილიყავი, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ბეთანიაში. მიუხედავად რომ ცუდი ამინდი იყო, ჭირდა მანქანი ჩასვლა, მაგრამ სავსე იყო. ალბათ დღესაც რაღაც თოვლივით ის მეორდება, აი თითქოს იგივე ნამდვილად ცისფერი და განწყობასეთი იყო და ტალახიანი და აი პატრიარქის სინოდის წევრები ბრძანდებოდნენ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო. თან როგორ თქვით, ეს გაცხადდა, რომ გაიხსნებოდა მათი საფლავები და რამდენიმე დღეში მამა გაბრიელის საფლავი. ახლა ზაურში უკვე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება არის და როგორც თქვით, ესე იგი მამა გიორგის მოწაფე იყო მამა გაბრიელი და როდესაც დადგა მამა გიორგის მიწიერი ცხოვრების დატოვების შრომი, სწორედ მამა გაბრიელმა, ასე ვთქვათ, გააცილა ის მარადისობის გზაზე, მამა გაბრიელი ამ დროს უკვე მღვდელმონაზონი იყო. და მამა გაბრიელი თავის მოგონებებში ესე ამბობს, რომ მე დარწმუნებით ვიცი, რომ მისი სხეული უხრწნელია, კი არ მწამს, არამედ ხედავ ამას ესე თქვა და თვითონ მამა გაბრიელს ჰქონდა ეს ნათქვამი, რომ თავდაპირველად აი ამ წმინდანებს ეკუთვნით პატივიო და რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ეს 2014 წელი იყო უგამორჩეულესი პერიოდი ბოლო წლებში. წმინდა ნაწილთა აღმოყვანება, ვიცი, ფაქტურად დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ჩვენთან. ჩვენ დროში ფაქტობრივად მე არ მახსოვს. რთულად გასახსენებელი არის. ამით ჩვენ მიმბაძველი გავხდით სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის, რომ ეს ტრადიცია ყოველთვის იყო წმინდა ნაწილების აღმოყვანების და რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ მამა გაბრიელის სიტყვა არ სრულდებოდა, ჯერ მამა გაბრიელის საფლავი იხსნებოდა
და როდესაც რაღაცა ვერ წავიდა ისე პროცესი როგორც უნდა წასული იყო, გაახსენდათ მამა გაბრიელის სიტყვებიდან, დღევანდელ დღეს მოხდა მათი ბეთანიელი ბერების ნაწილების ნაწილთა აღმოყვანება, სადაც ასე უამრავი სასწაული აღსრულდა. ჩვენ სასწაულებს მარტო მატერიალურად შევხედავთ, რომ თითოეული ადამიანის ეკლესიაში მისვლა, ტაძარში მისვლა ეს უდიდესი სასწაულია, მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრებაში. ადამიანი რომ მრევლი გახდება და ყოველგვარ დაბკოლებას გადალახავს ამ წუთის სოფლის, ეს უდიდესი სასწაულია, თორემ ფიზიკური სნეულებები ძალიან ხშირად ჩვენ კიდევაც გვეხმარებიან ქრისტესთან ურთიერთობაში. თუმცა ფიზიკურ სნეულებებთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი ისტორია იყო საინტერესო მაშინ და ჩვენმა ტელევიზიამ რამდენიმე სიუჟეტიც ამ თემაზე გააკეთა. კურნებასთან დაკავშირებით. ბევრი იყო და მე ესე მახსენდება რამდენიმე კადრი, აი როცა ამ დღეზე ვსაუბრობ, თქვი რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო. მანქანის ჩასვლა შეუძლებელი იყო თუ რაღაცა სპეციალური მანქანა არ იყო თან ეხა პატრიარქი ბრძანდებოდა მღვდელმთავრები და ყველა მანქანით ვერ შევიდა და მე მახსოვს რამდენიმე ადამიანი მშობელი დავდომილი შვილი იყოდათ მოყვანილი აუზური რომელთა ხელით ატარეს და იმ წვენით რომ აუცილებლად დაეხმარებოდნენ ეს მამები დარწმუნებული ვარ შეწევნა ესეც როგორი დახმარება რომ მე ვერ მეხმარება ვერავინ რაღაც დონემდე მიმიყვანს მედიცინა მაგრამ იმის იქეთ მეუბნება რომ მე ვეღარ დაგეხმარები შენ და ის რომ მე ცხოვრება გავაგრძელო მე რაღაც მადლი უნდა მქონდეს სიხარული უნდა მქონდეს ნუგეში უნდა მქონდეს და აი ამ შინაგან სიხარულს მადლევენ მე წმინდანები შეიძლება ეხა ესე პირდაპირ როგორც სახარებაში სარეცელიდან არ აღვდგე და მკვდარი არ გავცოცხლდე ფიზიკურად მკვდარი მაგრამ ის რომ მე სიხარულით ვაგრძელებ ცხოვრებას და როგორც ეხა ბეთანიელი ბერები როგორც ესე იგი პავლე მოციქული ამბობდა რომ მე არაფერი არ მაქვს მაგრამ ყველაფერი მაქვსო და ბედნიერი ვარო ესე იგი არაფერი არ ქონდა და ბედნიერები იყვნენ შეიძლება ესე ჩვენ ის ჯანმრთელობაც არ ქონდეს და ბედნიერები ვიყოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა ეხლა შეიძლება ჯანმრთელობაც ქონდეს მატერიალურად ძალიან კარგად ვიყოთ მაგრამ ბედნიერება არ ქონდეს მამა დავით აი რადგან ჩვენ შევეხეთ და ვიხსენებთ ამ ფაქტს რომელიც დღეს უკავშირდება და ვთქვით მამა გაბრიელის და როგორც ჩვენთან საქართველოში ასევე უცხოეთში გვაქვს საშუალება ბევრ წმინდანს მივიახლოთ ხო და ძალიან ხშირად დავდივართ მათ შორის უცხოეთში ტურები მომლოცველობითი რა მნიშვნელობა აქვს ესეთ დროს ჩვენს განწყობას აი მე ვთქვი რამდენიმე ფაქტი რომ იმ ამამინჩი თქო დავდომილიშვილი ავადყოფები იმედით რომ იცოდნენ რომ აი შეეწეოდნენ წმინდა მამები ღვთის შეწევნით ცხადია ღმერთია მადლის მომიჭებელი როდესაც ამდენად არის მნიშვნელოვანი რომ აი ვემზადებით სიტყვაზე რაღაც მივდივართ მოსალოდსად საკუთრებით ტურია და მოგზაურობა რომ წინასწარ ეს განწყობა იყოს რომ ცხადია ამ წმინდანს სადაც მივდივართ იმას თავის მადლი აქვს და იმას ჩვენ ვერც მოვაკლებთ ვერც მომოწმ მაგრამ ჩვენი განწყობა რომ ეს მადლი მივიღოთ რომ უბრალოდ მივედი და მოვილოცე მივიახლე მაგრამ მე თუ არ მაქვს შინაგანი ანც განწყობა არ წვენა ლოცვითი განწყობა მათთან ეს ურთიერთობა ეს რამდენად იქნება შედეგის მომცემი რომ უბრალოდ მოვილოცე მივედი და რაც წავიღე შეიძლება უარესით წამოვიღე და პერიქით წამოვედი რაღაცა წოტვით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, მაგრამ თუ გინდა რომ აი სრული, ასე ვთქვათ, ეფექტი მივიღოთ, შედეგი მივიღოთ, როდესაც ჩვენ მივდივართ წმინდანების აფლავზე, აუცილებელია ჩვენი სინდისის წინაშე სუფთები ვიყოთ. როგორც მინიმუმ ვიცოდეთ ვისთან მივდივართ და რატო აი წმინდანი. გავეცნოთ მის ხოვრებას დიახ და გარკვეულწილად ჩვენთვის მისაბაძი გახდეს ის როგორც წმინდანი, როგორც ქრისტეს გზაზე მავალი, რომ ჩვენს ისე ერთგულად და მოყვას ისე და ღვთის სიყვარულით გავიაროთ ის გზა. სხვათა შორის ისეც ყოფილა შემთხვევაში აი უფრო ეს იშვიათობა, მაგრამ მაინც ყოფილა ისე რომ რიგ შემთხვევაში უფალმა არინება თქვათ წმინდანების საფლავების გახსნაც და ესეც და დაფარულია საერთოდ აი მაგალითად თამარ მეფის საფლავის მოსე წინასწარ მარიამ ეგვიპტელის საფლავი იმიტომ რომ ხანდახან ისეთ სიყვარულს ტოვებენ წმინდანები რომ შეიძლება რაღაც მომენტში ადამიანმა ქრისტესკენ ისე არის სწრაფოს როგორც კონკრეტულად ამ წმინდანისკენ არის ამის შემთხვევა აი თუნდაც აი წმინდა გიორგიზეც არის აღწერილი რომ ადამიანები მთის ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა წმინდა გიორგი ვიდრე თქვათ ქრისტე წმინდა გიორგის დღესასწაულზე შეიძლება ყველამ დატოვოს ყველაფერი და რაღაც გააკეთოს, მაგრამ აი ხდებოდა შემინდოს მამა გაბრიელმა, ხდებოდა ესეთ შემთხვევას, სანამ მამა გაბრიელის აღმოყენება მოხდებოდა, რიგები იდგა საფლავზე, ისე რომ ტაძარში არ შედიოდნენ, მივიდოდნენ საფლავზე და რაღაცა უცნაურებები იყო, ბოდიშვიხტი უტრირებასავით გამოწვე, რაღაცა ტაქსის ისინი რაღაც ტრაფარეტები, გასაღები საფულეზე, რომ ეს უკვე ცდება იმას რა განწყობს მიშულის კვირა. ანუ ჩვენ გვინდა მამის ქონება, მაგრამ მამა არ გვინდა. ჩვენ გვინდა ღმერთისგან მოცემული კურნება ჯანმრთელობა, მფარველობა, რაღაცა გარანტირებულობა, სიმყუდროვე, მაგრამ ხშირად თავს ვარიგდებთ ღმერთს და მარტივ გზას ვეძებთ და მარტივი გზით ცოტა რთულია. პირადი ღვაწლის გარეშე ცოტა ძნელია. აი დღეს რაც არის ახლა ხო ყველაზე მთავარი რაც არის, რაც უფრო
ჩარჩოში ჩასვამ ჩვენს მოღვაწეობას აუცილებლად უნდა ვიპოვოთ მოძღვარი და მოძღვარმაც უნდა გვიპოვოს ჩვენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენ რაღაც დონეზე ჩარჩოში ვიყოთ და ჭეშმარიტების გზას არ ავწდეთ, იმიტომ რომ ვიღაცა შენი მსგავსი, რომელიც უფლის მიერ არის დადგენილი, ხომ, როცა შენ მისი ხელმძღვანელობით, მისი კურთხევით ცხოვრობ ქრისტიანულად, მე თავმდაბლობაში ხარ და მე უსტომელობაში ხარ. თვითონ ბეთანიელი მამები სწორედ ამის მაგალითნი არიან. მათგან უნდა ვისწავლოთ ჩვენ ეს ყველაფერი და ეკლესიამაც იმიტომ შემოგვინახა წმინდანების ცხოვრება და დღესაც იმიტომ შევიკრიბეთ ჩვენ რომ აი ეს ცოცხალი ჯაჭვი სულიერი მამაშვილობის ჩვენ გავაცოცხლოთ და რაც უფრო ესე მეტად ვიქნები ჩვენ მეტად მივიღებთ მადლს ამ წმინდანებისგან იმიტომ რომ როგორც უფალი გვეუბნება თუ მე გიყვარვარ ჩემი სიტყვები შეასრულეთ და ყველა წმინდანი სწორედ ამას გადაგებდა რომ გავაკეთოთ ის რაც უფალმა თქვა და ეს არის ის რასაც ვამბობთ ხომ რომ ესე იგი დავიწყოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება. მარტო იმიტომ არ უნდა წავიდეთ ჩვენ სამოგზაუროთ რომ ეს რაღაც დადებით და კარგ მოგონებებში დავრჩება მასე. ეხლა ეგვიპტის პირამიდა რო ნახო და სხვადასხვა საინტერესო ადგილები, ესეც თავისთავად ხო განწყობაზე კარგად მოქმედებს, მაგრამ ის სულიერი კურნება და ქრისტესთან დაახლოება სწორედ იმას უკავშირდება, რომ ჩვენ გავიცნოთ წმინდანების ცხოვრება, მათი ხსენების დღეს თუ შესაძლებლობა გვაქვს ტაძარში მევიდეთ, ვეზიაროთ ქრისტეს ხორცს და სისხლს და ასე ამგვარად აღვიინოთ ეს. დაახლოებით რო ავიღოთ, აი დავუშვათ, როცა ვიცით რომ სიტყვაზე რაღაცა 10 დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში მივიდივარ რაღაც მნიშვნელოვან წვეულებაზე. ხო, რაღაც ვემზადებით სამოს ვიკერავთ, რაღაცა წესრიგებ თავს. ხო, რაღაც ვიახეთ, თავს წესრიგებ რაღაცა, ხო, ანუ ვემზადებით რაღაცისთვის, ხო და ის ხდება ხოლმე, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი წვეულება ან მნიშვნელოვან პიროვნებასთან მივიდივართ, ხო, რაღაც სიტყვაზე ხვალ რო ვიცი, რომ შევხვდებით თანამდებობის პირს, ან ნებავთ მაღალი რანგის წარმომადგენლებს ვემზადებით, ხო და ხშირად ხდება ხოლმე, რომ ისე მივიდივართ ამ მოსალოცად, რომ აი ეს მომზადება არ არის, მომზადება პირველად იყოს ალბათ სულიერი, ხო, ლოცვით. ეხა მარხვა დაიწყება, მე ამ მარხვაში ბევრს უყურს მოგზაურობა იქ იერუსალიმი, ათონია, მაგრამ აი რანაირად შეიძლება ჩვენ ეხა ვიფიქროთ, რომ მე მივიდივარ წმინდანთან მარხვაში, მარხვა, მივიდივარ მოსალოცად, მაგრამ არ მარხულობ, არ ვფიქრობ ჩემ თვითონს და მივალ და აი ჩვენ მგონია რომ მოდი ეხა მე არაფერი ვიქნა, მაგრამ ეს წმინდანი რომ მივედი, ჩემს მაგივრად იზამს, რადგან მივედი წმინდანთან. იმას აქვს ეს მაგლი და კადმიერება, მაგრამ მე თუ არ ალბათ რამდენად ეს შემეწევა მე. აი როგორც არის ხა სახარებაში, როდესაც გადაწყვეტენ თქვა ქრისტესთან მისვლას, არ აქვს ეს კადნიერება თქვა ხომ რომ ღმერთთან მივიდნენ და საშუალოდ იყენებენ მოციქულებს, ერთ-ერთი ფილიპე მოციქული მაგალითად. ჩვენ შემთხვევაშიც ეს ხდება რომ ესე იგი ღმერთი ისე კარგად არ ვიცნობთ, ღმერთი არ არის ჩვენი ისე მეგობარი და ვთილობთ წმინდანებთან და უნდა ვეცადოთ მეოხებას ვითხოვთ, უფლის წინაშე ვითხოვთ. ყველაზე მეტად ეს უნდა მოხდეს პიროვნულ კავშირში. მაგალითად მე რომ შევთხოვ ბეთანიელ მამის რომ თხოვთ ამეხმარეთ ესე და ესე ვარ, ვერ ვახერხებ ჯეროვნად ლოცვას. ბიბლიას ვკითხულობ, მაგრამ არ მესმის და ასე შემდეგ ჩვენი სიტყვებით რომ ვილოცოთ, აუცილებლად ეგრევე წამოვა დახმარება და როგორც უფალი გვეუბნება, იცადეთ რომ სწორედ ესეთი ადამიანები დაიმეგობროთო, რადგანაც ჩვენ ვიცით წმინდა წერილი სწავლება რომ წმინდანები ამჩნდებიან ქრისტესთან ერთად სამყაროს განსაკითხად. ჩვენ წმინდანები განგვიკითხავენ, თუ ჩვენ გავხდებით წმინდანები, ჩვენს განვიკითხავთ სამყაროს, მაგრამ ამ ცხოვრებაში არავინ არ უნდა განვიკითხოთ. და როდესაც ჩვენ მათთან გვექნება ეს მეგობრული კავშირი, ხო, ბევრი კუთხით, მათთან მილოცვით, მათი ცხოვრების გაცნობით, მათი ცხოვრების მიბაძვით, მათ საფლავებზე მისვლით, ეს წმინდანები აუცილებლად ჩვენ დაგვეხმარებიან და შეგვიწყნარებენ მათ სავანეებში, რომ ამის შედეგად ჩვენ უფრო მეტად დაუკავშირდეთ ქრისტეს. მამა დავით, სიწმინდეთა თაყვანისცემაზე როდესაც ვსაუბრობთ, ცხადია მხოლოდ წმინდა ნაწილებს არ გულისხმობთ, აქ იგულისხმება ჯვრები, ხატები და ყველა ის სიწმინდე, ტაძარი უმთავრესად, რა თქმა უნდა, და ყველა ის სიწმინდე, რაც უკავშირდება ეკლესიურ ცხოვრებას. ზოგისთვის ცოტა გაუგებარია ვთქვათ, აი რატომ უნდა ცეთ თაყვანი ხატს, რომელზეც აი ვთქვათ ფურცელზე გამოხატულ, აი ზოგი ესე ხსნის, რომ რაღაც რეპროდუქციას, რატომ უნდა ვცეთ? ამპერიკითაც ხდება. დაუშვათ მამა გაბრიელის ხატი თუ არის ოქროში მოჭედილი მინანქარში წემინდა თუ ფურცელზეა ესე ფლაცელზე. რაღაცა ესეთი და მამა გაბრიელი და აქვს მამა გაბრიელი. ანუ რას ნიშნავს სწორი მიმართება ჯვარხატებთან, თქვათ და ზოგადად სიწმინდეების მიმართ? აი ესეთი სიტყვები წერია წმინდა წერილში. თაყვანისეთ ადგილს, სადაც ადგეს ფერხნი მისნი, ხო? აი მაგალითად ჯვარზე დაიმსჭვალა ქრისტე, ჯვარზე დაამარცხა ეშმაკი სიკვდილი და ჯვრის მეშვეობით იწყება ადამიანური ბუნების განდიდება. ჯვარზე უფალი თავისი ნებით ავიდა, ინება რომ ჯვარი გაეწმინდა და ყველაზე დიდ სიწმინდეთ და ძალად მოეცა ჩვენთვის ქრისტიანებისთვის და ჯვარს თაყვანისმდა ჩვენ ღებულობ კიდევაც ჩვენი სულის და გულის განათლებას და კურნებას, როდესაც ჯვარს ვიამბორებით. და არაერთი სასწაული უკავშირდება ჯვარს. იგივე ითქმის ხატებზე, რა თქმა უნდა,
ჩვენ არაერთი სასწაულთმოქმედი ხატი ვიცით, ალბათ ყველაზე მეტად რაც ერმა იცის, ეს არის ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სისხლი გარდამოდინდა, როდესაც მას უგმირეს, რომელიც ესეთ სურვით თავისი მოგზაურობით ნებით მიადგა ათონისფრას და იქ გაბრიელ ქართველის მიერ გამოსვენდა და დღემდე ეს ხატი ისე არის, რომ უმზერ გადაყავხარ უკვე რეალურად ღვთის ცოცხალია რო თითქოს ღვთისმშობლის წინაშე დგეხარ ყველა ამას ამბობს ჩვენ ამ ხატის რეპროდუქციები გვაქვს და მისი ასლიც არის სიონის ტაძარში ამ ხატის და მართლაც საოცარი ხატია მთავარია შენ ილოცო და ეცად რომ კავშირი დაამყარო და ღვთისმშობელი არ დაგემალება პირიქით ამ ხატის მეშვეობით განგეცხადა აი კოვიდის დროს იყო ისტერია რომ არ ვემთხვიოთ ხატებს ჯვრებს აი ვირუსი გადავა ნუ ერთი კოვიდიდან ზიარებაზე აი ჩვენ პერიოდში ეს მახსენდება რაღაცა ცოცხალი ვარ თემდე და ის ხალხი რო ამბობდა კიდე ხო ის ვაზიარებდით ხო და ხა ვინ უყურებდა იმას ახლა ის ქონდა ვირუსი და მე ამ ბარძიმს ხო ჩვენ ღებულობთ ყველაფერს რაც რჩება და ყველა შეხებულს მართლა აი არ გავჩერებულ ვარ იმიტომ რომ მე ვხედავდი რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა იმიტომ რომ რა ვიცი ძალიან საჭირო იყო ამ პერიოდში სასულიერო პირი ერთი ორჯერ ერთ ყვილის ხმას მომიწია რომ გადატანილი მაქვს მეთქი კოვიდი მეთქი და შევედი და კოვიდიანები ვაზიარე და რა ვიცი აი რაღაცნაირად უფალი მიცავდა იმიტომ რომ მე სასულიერო პირი ვარ ეხა მე ვერავის ვერ დავავალდებულებ ამას მაგრამ მე პირადად მევალება რომ რაც შემიძლია თავი გავწირო და მიუბაძო წმინდანებს რომელთა ხსენებასაც დღეს არის და ყოველდღე არის და ვერთმა გაგვაძლიეროს რომ მიუბაძოთ ამ წმინდანებს რომელთა დღეს ვიხსენებთ მამა იონეს და მამა გიორგის დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს ღირსობაში მდებარე ყოველწლიურად ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეგანოზე დავით მეკვაბიშვილი გვესაუბრებდა